აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები გრძელდება, შეტაკებებია როგორც დონეცკის, ისე ლუგანსკის ოლქებში. უკრაინის კრიზისზე იმსჯელეს დღეს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მოლოდინი არ გამართლდა მოსკოვს ახალი სანქციები არ დაუწესეს. დონეცკსა და ლუგანსკში უკრაინელ სამხედროებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებები გრძელდება. დონეცკის მერიის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებს ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, რაკი დაშავდა. დღეს კი ბრიუსელში ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მაღალჩინოსნებმა სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად უკრაინის კრიზისზე იმსჯელეს. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადეს, თუმცა როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებზე არ იმსჯელეს. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით 1 დეკემბერს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებს შავსიაში შეიყვანენ. სანქციები ჩვენი თვითმიზანი არ არის და მხოლოდ სანქციებით უკრაინის კრიზისის მოგვარება შეუძლებელია. აუცილებელია, რომ უკრაინაში რეფორმები გატარდეს და კიევმა მოსკოვთან სრულფასოვანი დიალოგი დაიწყოს. უფრო ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ევროპის სამოქალაქო ავიაციას საფრთხეს უქმნის. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსის სამხედრო გამანადგურებლები და ბომბდანშენები ევროპის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო სადისპეჩერო შტაბების გაფრთხილების გარეშე დაფრინავენ, რაც ავიაკატასტროფების საფრთხეს ქმნის. ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსულ მხარეს მოუწოდა ფრენების საერთაშორისო ნორმებს დაექვემდებაროს.